დილა მშვიდობის სახალხო, როცა გინდა რომ მოიმზადო ყავა დილას. როგორ დავებდურობეს, რაცა შენ ქვეყნადღა. ხო, შენზე ვამბობდი ზუსტად. შენზე მღეროდი. ოტუნა. ეს მარილს ყრი ხო ბოლო ყავაში. ბოლო დარჩენილ ყავაში. ძალიან გემრიელად რო დალიო, ხო? ნამდვილად შენ. შენს გარდა ვინ აბა? ვა, სად არის ჩემი პატარა ჭიქა? სად არის? ჩემი პატარა ყავის ჭიქა. აი. Oh my god. ვიპოვე. მიყავს გიჟდები ამ ჭიქაზე. სად ვიყიდე კი აღარ, იურკში. აღარ მახსოვს მანა აწერია. მე ფერგან ყურია. ჰადა, ფუ. ეს კაბა გამჭვირვალეა. გავიგე, მანდა ვიდეოს ვიღებ და იმიტომ გეუბნები, რა იცოდე. კი. ზემოდან უნდა. პადი უკვე თვითონება აღარ ისუნთქებს თელი სხეული. აბა მოვიდუღოთ კოფე, ხალხო გემრიელი კოფე. რაღაც ეს ყავა მომინდა. რამდენი ხანი ამ ყავას აღარ ვსვავ ისე აქტიურად. და რაღაცა მომინდა. ჩემი ტელეფონი არ ხმაურობს ხალხო დილას. მარათონი რო ისვენებს. მეც ვისვენებ რა კაია. ფიქრობდი. იქნებ საერთოდ აღარ გავაგრძელოთ, ხო? იმიტომ რომ რამხელა პასუხისგებლობა და რამხელა დრო. და რა ვიცი. არ ვიცი, ჩემთვის რამდენად ღირს. და ძალიან დიდი რესურსი უნდა ჩადო. და ძალიან იაფად იყიდება. მე იქიდან რაც რჩება, ფაქტიურად რავი. მაგისთვის ეს დრო და რესურსი არ ღირს ნამდვილად. მაგასაც მარტო იმიტომ ვაკეთებ, რატო სხვა ყველაფერს ვაკეთებდი ხოლმე. იმიტომ ეს სასარგებლოა. და ადამიანების ცხოვრებას ცვლის. მაგრამ ამ რეჟიმით რამდენ ხანს გავქაშავ მასე არ ვიცი. ასე რომ უნდა ვიფიქრო რამეზე. კარგი ხდეთ. ნახეთ ეს რა კარგი.
ხალხო კატამ დამიღვარა ისა, ყავა ნახეთ ყველაზე მთავარი ნაწილი, აქ ხო დავდგე. ეს მაგიდა ყანყალებს ხოლმე თუ კარგად არ მიდგავ იმასთან, რა ქვია, კედელთან და შევედი, რომ ეს გამომეტანა ეს. ხო და ასულა აქ, ეთყობა უნდა და ენახა რა არისა. ეხლა შეიღა. ყველა მთავარი წყალში მიმიყვარს, ანუ კაფე. დაღვარა. წელს თუმცა კაფეია. ვირგლა. ვირაძე კატაძე. ჰაბანი. Okay. რა ლამაზი მანიკური გავიკეთე ბათუმში ნახეთ ფასტა. წამოიზარდა უკვე. არ ვიცი თქვენ ვის როგორ, მაგრამ მე იცით რა სწრაფად მეზდება? არ მეყო ხა ეს ტკბილი კიდე მინდა რამე. გუშინ ვიყიდე რაღაცა პროტეინის ბატონчики და აბა ახლა ვნახოთ. ეს კი არა რაც ახლა ვჭამეთ სხვა კიდე. Zin kalorija გვაქვს 386. ეს აქ არის უკვე. საშენო არა? ეს ტიპი არ მიყვარს დიდად. ეს არის იმენა პროტეინი. ოკიდოკი. ეგრე რატო ამოვაბრუნე? აბა. გავსინჯოთ. ვაუ. ვერ ვიტყვი რომ გავგიჟდი, მაგრამ პროტეინიანის ყველაბაზე კაია. ჩააძიძის, აი, ასე ყანყალებს მაგიწას. მაიმუნჭრაკა. მგლოძა ხომ. მაიმუნჭრაკა. თუ კი შეიძლება რამე ჩაიდინოს, უნდა ჩაიდინოს. თქვენ ვეწამოენ, მე როგორ დაძაბული ვიყავი. ნახე სახში. სკამებზე გადაფაები მქონდა ჩემი პირსახოცები აქ ენწარებული. სკამები და კაცრა. თავისი სკამები შეფუთული ქონდათ, ანუ დიდი სკამი რომელიც იდგა, იქით ჩვენ ოთახში იდგა. მისაღების სკამები რა ხო იცით ეგენი და შეფუთული იყო ეგ. და გამიხარდა რომ შეფუთული იყო. და სამზარეულოში ისეთი სკამები იყო, ეს ზემოთ მეტალი და ქვემოთ ტყავის იმიტაცია რა და აქ სოფიას ნაჩუქარის სკამები ხო იცით დღეს ჩააგდო მართალია ბრჭყალები დავაჭერი, მაგრამ მაინც ახლა რა ვიცი მე და
იმაზე დასაჯდომზე სულ გადაფარებული მქონდა. დივანზეც სულ გადაფარებული მქონდა და ისა დღეშიც ღამითაც პუფები ზემოთ მქონდა შემოლაგებული. შემოსასვლელში კარადაში და ერთი პუფი მქონდა მარტო ამას ვიყენებდი, რომელზეც ევა იჯდა ხოლმე. ეგ სულ თვალწინ იყო და თუ ახლოს მივიდო და გადიოტოვებდებოდი და ეს არამდენს თამაშს მქონდა რომ მაგის ისა სოციალაფერი გაუფუჭებია. რამდენი მივიდო და ესე ხომ ვიცი ხა სკამთა რომ მიდის ამბობ და და ესე დაყენებული მყავდა. მე თუ გავდიოდი თოკო, ანუ თუ გავდიოდი ვიღაცა სახში აუცილებლად იყო ბავშვი მაგალითად ანდიან, ვინმე მაინც იყო სახში აუცილებლად და ოტოს ყარავულაც რომ რამე არ გაეფუჭებინ და საჩვენს დავი ძალიან კარგად იქცეოდა თავის კვალობაზე და ძალიან უყვარს მაგას ბუნება აი გარეთ ყოფნა აქ ჯდომა რაღაც და ხა იქ ხო ეგ სიტუაციები არ ქონდა ამას და ფანჯარაში იჯდა ხოლმე მე ახლა მეშინოდა იმ ფანჯრიდან არ გადავარდისქო ანუ უბადეები იყო და ხო შეიძლება ის ბადე ანუ ეს რომ მიაწვის 4 კილო ის ბადე გაიხსნება თან ვერც ვუშლიდ იმიტომ რომ ძალიან უყვარს აქ სვაივანზეა ხო და მეწოდებოდა ძალიან პოინტას ვასეირნებდი და პოინტა რა მშვენივრად იყო მაგრამ ოტოს უჭირდა აქ როგორც კი მოვედით რომ ჩამოვედით მთელი დღე და ღამე აივანზე იყო სახში არ შემოსულა გაზილიდან მეუბნები მითხარი ჯაგინა თქო საჭმელი. იმიტომ რომ საღამო რომ მოვა მე მეკითხებიან ხოლმე, პა რა გვაქვს? მეთქი დილიდან მითხარით რა გინდა და გაგიკეთებთ მაგას. არ მეყოყავა. მოვედით ხო ქარვასლაში სჩხილუკებისთვის რაღაცები მინდა რომ ვიყიდო და როგორ მეჯობდება ეს ავტოსადგომი მაგრამ არ მახსოვს პარკირება მაგ თუ გავუვიდა ვატა ეგ ჩვენი მქონდა და მქონი გავუვიდა ვატა ზუსტად არ მახსოვს და არგან ზუსტად არ მახსოვს ამიტომ აქ ჩამოვიყვანე იმიტომ რომ ამდენად არ მინდა ხა ჯარიმა